Storm დებიული 22 წლის ბელგიელი იუთუბერი იყო, რომელიც ცნობილი გახდა თავისი თავგადასავლების გაზიარებით ჩრდილოეთ ევროპაში. ის არასდროს ლაპარაკობდა თავის ვიდეოებში და სანაცვლოდ მხოლოდ ბუნების ხმებს იღებდა, რათა მაყურებლებს ისეთი შეგრძნება ჰქონოდათ, თითქოს თავად იმყოფებოდნენ იქ. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოების ატვირთვა მან 2024 წლის აგვისტოში დაიწყო, ის უკვე 19 წლიდან მარტო ბანაკდებოდა ბუნებაში. ერთ დროს მან ველოსიპედით 6000-ზე მეტი კილომეტრი გაიარა, შვედეთის მასშტაბით სრულიად მარტო. ამიტომაც ჰქონდა უდიდესი გამოცდილება გარეულ ბუნებაში. თუმცა, როდესაც ბუნება ხდება უპროგნოზო, ყველაზე გამოცდილი მოგზაურებიც კი მარცხდებიან. სამწუხაროდ სწორედ ეს დაემართა Storms 2024 წლის 29 ოქტომბრის ღამეს. ის ერთ ვიდეოს იღებდა, ამჯერად მოგზაურობდა იაკმახის რეგიონში, რომელიც მდებარეობს შვედურ ლაპლანდში და ცნობილია თავისი ულამაზესი თოვლიანი ხედებით და ხშირი ავრორას, ჩრდილოეთის ნათების გამოჩენით. Storm-ი როგორც წესი თავის მანქანას ტოვებდა ახლომდებარე ქალაქში და შემდეგ ფეხით მიემართებოდა დანიშნულ ადგილას, თავის ბანაკის აღჭურვილობით. მისი ესეთი მოგზაურობები ხშირად გრძელდებოდა რამდენიმე დღე, ხანდახან კი მთელი კვირა, სანამ უკან დაბრუნდებოდა. 29 ოქტომბერი ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის ბოლო დღე იყო. ის ბრუნდებოდა უკან და მანქანიდან მხოლოდ ერთი დღის სავალი ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ სწრაფად ბრელდებოდა და სერვერის გაგრძელება უკიდურესად საშიში იქნებოდა. ამიტომ Storm-მა გადაწყვიტა გაეშალა კარავი და ღამე იქ გაეტარებინა. ცივი ქარი უკვე უბერავდა რეგიონში, რის გამოც მან კარვის გარშემო თოვლი მიაყარა, როგორც დამცავი ბარიერი და შემდეგ დაიძინა. სამწუხაროდ მან ვერაფერი მოამზადა იმ უკიდურესი ამინდისათვის, რომელსაც ის მალევე შეხვდებოდა. კარავის გაშლიდან რამდენიმე საათში იაკმახის რეგიონს ძლიერმა ქარბუქმა დაარტყა, რომლის ქარის სიჩქარეც 120 კმ/სთ იყო. თოვლი სწრაფად გროვდებოდა მისი კარვის გარშემო, მაგრამ ყველაზე უარესი ის კი არ იყო, რომ ტემპერატურა გაყინის წერტილამდე -6 გრადუსამდე დაეცა, არამედ ძლიერი ქარი ტემპერატურის შეგრძნებას -18 გრადუსამდე ამცირებდა. შესაძლოა ამ მომენტში მას სრულიად გააცნობიერა მდგომარეობის სიმძიმე და მოისურვა საყვარელი ადამიანებისთვის დაკავშირება. დაახლოებით შუაღამისას მისმა მეგობარმა მიიღო ვიდეო, რომელშიც ჩანდა, როგორც საშინელ ქარბუქში უწევდა ყოფნა. ხოლო Storm-ი ამბობდა, დღეს ღამე უფრო გაუარესდება, ღმერთო ჩემო. შემდეგ მან დაურეკა ბებიას და დაამშვიდა. აქ ძალიან თოვს, მაგრამ ნუ გეშინია, გადავრჩები, ხომ იცი? ღამის 3:36 წუთზე შვედურმა სამაშველო სამსახურმა მიიღო Storm-ის სასწრაფო ზარი. მან რამდენიმე დაზიანება დააფიქსირა, მათ შორის გატეხილი ცხვირი და დაუყოვნებლივ დახმარება ითხოვა. სამწუხაროდ ძლიერი ქარბუქის გამო ვერტმფრენით მისი პოვნა შეუძლებელი გახდა, ხოლო თოვლმა მიწიდან გადარჩენის ყველა მცდელობა დაბლოკა. ქარბუქი საბოლოოდ დილით 10 საათისთვის დამთავრდა და მაშველები Storm-ის ბოლო ცნობილ ადგილას გაეშურნენ. სამწუხაროდ როცა იპოვეს, ძალიან გვიანი იყო. მისი სხეულის ქვედა ნაწილი მუქად იისფერი იყო, გადაჭარბებული სიცივის გამო, ხოლო ცხვირიდან წამოსული სისხლი მთლიანად გაყინული ჰქონდა. საინტერესოა ისიც, რატომ იყო ის კარავიდან 2,6 კმ-ით დაშორებით. თუ ის იძულებული გახდა კარავი მიეტოვებინა ჩამგრევის შემდეგ, თუ მანამდე გავიდა იქედან. ნებისმიერ შემთხვევაში ის თავის მანქანისკენ მიემართებოდა, როცა სავარაუდოდ დაეცა, ცხვირი გაიტეხა და შემდეგ სამაშველო სამსახურს დაუკავშირდა. Storm-ის ტრაგიკულ ისტორიაში ერთ-ერთი შვება ის არის, რომ ის გარდაიცვალა იმ საქმის კეთებაში, რაც მას ყველაზე ძალიან უყვარდა. როგორც ეს ერთხელ მამამისს უთხრა, როცა მარტო ბანაკში წასვლები დაიწყო. მამა, ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმის გასაგებად, თუ რა მინდოდა, მაგრამ სწორედ ეს მინდა. ჰანა როუზმუდი 31 წლის იუთუბერი და ინფლუენსერი იყო სკოტსდეილიდან, არიზონას შტატში. მიუხედავად იმისა, რომ მისი კონტენტი YouTube-ზე ძირითადად ქრისტიანულ რწმენას ეხებოდა, მისი ინსტაგრამის სულ სხვა სახის პოსტებით იყო სავსე. იქ ჰანა რეგულარულად აზიარებდა ფოტოებს და ვიდეოებს, სადაც აღწერდა თავის ლაშქრობებს არიზონას კლდოვან უდაბნოებში. მისთვის ბილიკებზე სიარული ცხოვრების ჩვეულ ნაწილად იქცა, მას შემდეგ რაც 6 თვის წინ არიზონაში გადმოვიდა. 21 მაისიც არ უნდა განსხვავებულიყო სხვა დღეებისგან. დილით ადრე წამოდგა და სწრაფად გაემართა Gateway Trailhead-ისკენ, რომელიც მდებარეობს მაკდაუის სონორას ნაკრძალში. მანქანა გააჩერა და დაიწყო დაახლოებით 7 კმ სიგრძის მარყუჟისებური ბილიკი. ეს იყო საშუალო სირთულის მარშრუტი კლდოვანი ბილიკით და შესამჩნევი სიმაღლის ცვლილებებით.
მაგრამ არაფერი ისეთი, რაც ჰანას ადრე არ გაუვლია. ის დარწმუნებული იყო, რომ ლაშქრობა 3 საათზე ნაკლებ დროში მორჩებოდა და დღის მეორე ნახევარში მეგობრებთან შეხვედრასაც გეგმავდა. სამწუხაროდ, რაც ჩვეულებრივ ლაშქრობას გავდა, ტრაგედიით დასრულდა. მისი მეგობრები პირველები იყვნენ, ვინც შეამჩნიეს, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, როცა ჰანა არ გამოცხადდა დანიშნულ დროს ლანჩზე. არანაირი შეტყობინება დაგვიანების შესახებ და არც არებზე პასუხობდა. ეს მისთვის დამახასიათებელი არ იყო. ამიტომ დაახლოებით საღამოს 8:50 წუთზე მეგობრება გადაწყვიტეს ჰანას სახლში მისულიყვნენ, იმ იმედით, რომ უბრალოდ ისვენებდა რთული ლაშქრობის შემდეგ, მაგრამ ადგილზე მისულებმა დაინახეს, რომ მისი მანქანა სახლში არ იდგა. შუქები გამორთული იყო და კარიც დაკეტილი. ამის შემხედვარე ისინიც მაშინვე დაუკავშირდნენ პოლიციას. სამართალდამცავებმა ჰანას მანქანა ისევ ბილიკის დასაწყისშივე იპოვეს და მალევე დაიწყო საგამოძიებო სამუშაოები. ღამის 12:15-ზე ძებნა შეწყდა სიბნელის გამო და მეორე დილით განახლდა კიდევ უფრო მეტი მაშველის მონაწილეობით. ძებნა გაგრძელდა დაახლოებით დილის პირველი 5 წუთამდე, როცა ვერტფრენის პილოტმა ის აღმოაჩინა, რასაც ჰანას მეგობრები და ოჯახი მთელი ღამე შიშით ელოდნენ. ბილიკინას სულ რაღაც 550 მეტრის მოშორებით მაშველებმა იპოვეს ჰანა მუდის ცხედარი, რომელიც სახით ქვემოთ იყო დაცემული უდაბნოს მიწაზე. ჰანა გარდაცვლილი იყო და სავარაუდოდ უკვე რამდენიმე საათი, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზი თავიდანვე გაურკვეველი იყო. მასზე არ ჩანდა რაიმე ძალადობის კვალი, არც ალკოჰოლის ან ნარკოტიკების არსებობა დადასტურდა მის ორგანიზმში და არც სერიოზული თავის ტრამვები ჰქონდა რომელიმე დაცემისგან. ამიტომ გამოძიებლებმა ერთადერთ მიზეზად მიიჩნიეს უკიდურესი სიცხე. გაირკვა, რომ იმ დღეს, როცა ჰანა ბილიკზე იყო, იმავე რეგიონში ტემპერატურა 39 გრადუს აღემატებოდა. სავარაუდოდ ჰანას დაიწყო სითბურის შეტევა, რის გამოც დაბნეულ მდგომარეობაში ბილიკიდან გადაუხვია, დაეცა და გარდაიცვალა. უკან კი დატოვა თავისი YouTube-ის და Instagram-ის პოსტები, როგორც უნებლიე, მაგრამ ბოლო დამშვიდობება საყვარელ ადამიანებთან. ფინკინი 33 წლის გადარჩენის ექსპერტი იყო შოტლანდიის პიტქელნის რეგიონიდან. თავისი ცოდნის გამოყენებით, ფინი იმავე ტერიტორიაზე მართავდა გადარჩენის სკოლას, სახელად Wildcat Bushcrafts, სადაც ბავშვებს ასწავლიდა ბუნებაში გადარჩენის ზოგად უნარებს. ასევე Bushcrafts, რაც ნიშნავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საკვების მოძიება, ნადირობა და ბუნებრივი მასალებით თავშესაფრის აშენება. სკოლას თან ერთოდა ამავე სახელწოდების YouTube არხიც, სადაც ფინი უფასოდ უზიარებდა მსოფლიოს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას. მისი ვიდეოები ინფორმაციული და გასართობიც იყო, რამაც საშუალება მისცა ნელ-ნელა მოეპოვებინა მცირე, მაგრამ ერთგული აუდიტორია. თუმცა ამ მაყურებელთაგან არავის წარმოედგინა, რომ ოდესმე სწორედ ეს არხი დაუკავშირდებოდა ფინის ტრაგიკულ დასასრულს. ყველაფერი დაიწყო 2022 წლის 25 მარტს, როცა ფინი ჩამოსვეს გზასთან ლოხ ნეივერის სიახლოვეს, სადერლენდის რეგიონში. მისი მიზანი იყო სამხრეთისკენ წასულიყო და ფეხით გაევლო დაახლოებით 72 კილომეტრი. პატარა სოფელი გოულსბამდე, თანაც გაეკეთებინა ვიდეო იმ ბუშკრაფტის უნარებზე, რომლებიც გზად გამოადგებოდა. ფინის ოჯახს კარგად ესმოდა, რომ ეს მოგზაურობა ერთ დღეზე მეც მოითხოვდა. ამიტომ თავიდან არ აღელვებულან, როცა ის მალევე ვერ მივიდა დანიშნულების ადგილას, მაგრამ უკვე 3 დღე გავიდა და ფინის კვალი არსად ჩანდა. კიდევ უფრო შემაშფოთებელი ის იყო, რომ ამ პერიოდში, რომ ის საერთოდ არ დაკავშირებია ოჯახს, ყველა ზარი ავტომატურად გადადიოდა ხმოვან ფოსტაზე. მესამე დღეს ფინის მამა მარკმა და შვილზე უგზო უკლო დაკარგვის განცხადება გააკეთა, იმ იმედით, რომ ფინს უბრალოდ გზა აერია, ტელეფონი გაუფუჭდა, ან უბრალოდ ნელა მიდიოდა. სამწუხაროდ სიმართლე სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. ფინი უკვალოდ გაქრა იმ ტერიტორიიდან და მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ლოხ ნეივერის ირგვლივ თვეების განმავლობაში გაატარა ინტენსიური ძებნა, მისი ადგილსამყოფელის შესახებ ვერანაირი მინიშნება ვერ იპოვა. ფინი მოხვდა ბრიტანულ გადაცემაშიც, რომელიც უგზო-უკლო დაკარგულ ადამიანებზეა, სახელწოდებით Vanished, მაგრამ ესეც უშერეგოდ დასრულდა, თუმცა ერთწლიანი ძებნის შემდეგ მარკი არ დანებდა და მარტო აგრძელებდა შვილის ძებნას. 19 თვის შემდეგ, იმავე ყოველდღიური რუტინისას, მარკმა საბოლოოდ იპოვა პირველი რეალური კვალი, ფინის ზურგჩანთა, რომელიც ნაწილობრივ ბუჩქებში იყო დამალული ლოხ ნეივერის სანაპიროსთან. მიუხედავად იმისა, რომ მარკმა არასდროს გაამხილა, ზუსტად რა მოიპოვა შიგნით, ამან მას და ფინის ოჯახს დააჯერა, რომ ფინმა სცადა შემოკლებული გზით გადაეცურა ტბა და უბედურად დაიხრჩო. რამდენიმე თვის უშედეგო ძებნის შემდეგ, ოჯახმა რთული გადაწყვეტილება მიიღო. შეეწყვიტათ ძებნა და მიეღოთ ის ფაქტი,
რომ ფინი უკვე აღარ იყო. თუმცა ინტერნეტში ბევრს უჭირდა დაჯერება, რომ ფინმა მართლაც სადატბაზე გადაცურვა და გზაში ძალა გამოელია. ბევრმა ასევე იკითხა, რატომ უნდა დაეშვა ასეთი დამწყების შეცდომა პროფესიონალურ გადარჩენის ექსპერტს, განსაკუთრებით მაშინ, როცა წინ კიდევ მრავალი მილი ჰქონდა გასავლელი. ამ ეჭვებმა ბიძგი მისცა უამრავ ალტერნატიულ თეორიას, რომლებიც ცდილობდნენ აეხსნათ მისი საიდუმლო გაქრობა. ისინი მერყეობდნენ საკმაოდ დაუჯერებელი ვარაუდებისკენ, როგორიცაა, რომ ფინმა ვითომ საკუთარი სიკვდილის დადგმა გადაწყვიტა და ახალი ცხოვრება დაიწყო. ეს მართლაც ჩემზარავი ვარიანტია, ხოლო მეორე ვარიანტი, თითქოს ფინი მიზანმიმართულად შევიდა ტბაში, რათა სიცოცხლე დაესრულებინა. სამწუხაროდ არც ერთი ამ თეორიის დასადასტურებლად და გასაბათილებლად საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს. რა მოუვიდა სინამდვილეში ფინკინს? ეს დღემდე საიდუმლოდ რჩება. ენდრიუ კროსი 36 წლის იუთუბერი იყო გრანდ ჯანქშენიდან. მისი არხი სახელწოდებით Desert Drifter იმგვარ კონტენტს შეიცავდა, რომელიც შეიძლება აღწერილიყო როგორც არქეოლოგიის და აღმოჩენების ნაზავი. ის მოგზაურობდა და ვიდეოებს უღებდა ყველა იმ ადგილს, რომელიც მისთვის საინტერესო იყო. დაწყებული 1000 წლის წინ აშენებული ქვის კედლებით, დამთავრებული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მიტოვებული გერმანული ჯაშუშების გამოქვაბულებით. ენდრიუს ვიდეოები არამხოლოდ საგანმანათლებლო ხასიათის იყო, არამედ უმაღლესი ხარისხის წარმოებითაც გამოირჩეოდა, რამაც მას საშუალება მისცა YouTube-ზე სულ რაღაც 14 თვეში მოეპოვებინა უზარმაზარი აუდიტორია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მის მაყურებლებს მისი კონტენტი ძალიან უყვარდათ და მოუთმენლად ელოდნენ ახალ ვიდეოებს. მაგრამ შემდეგ ენდრიუმ მოულოდნელად შეწყვიტა ვიდეოების ადვირთა. ეს მოხდა 2025 წლის იანვრის პოსტის შემდეგ. ზოგმა იფიქრა, რომ ის უბრალოდ ისვენებდა, სხვებმა კი რომ ახალი ვიდეოს დამზადებას მეტი დრო სჭირდებოდა. სიმართლე კი მხოლოდ 2 თებერვალს გახდა ცნობილი, როცა ენდრიუს ცოლმა ეველინმა მაყურებლებს მოუთხრა ის, რაც ბევრად უარესი იყო, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. ენდრიუ საშინელ ავტოავარიაში მოყვა 2025 წლის 31 იანვარს, როცა ის ბრუნდებოდა იუტას შტატიდან, სადაც ამზადებდა ახალ ვიდეოს ეროვნული მონუმენტის შესახებ. ის გაჩერებული იყო შუქნიშანთან, პირველი ქუჩისა და ნორთ ავენიუს გზაჯვარედინზე. როდესაც მას მოულოდნელად დაეჯახა დიდი სიჩქარით მომავალი ავტომანქანა. შეჯახების შემდეგ ენდრიუს მანქანა გადაბრუნდა და მას მძიმე თავის ტვინის ტრაუმა მიეყენა. მაშველებმა ის თითქმის ეგრევე გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოში. თუმცა მაინც უკვე ძალიან გვიანი იყო. ის ერთ თვეზე მეტი რეანიმაციაში იმყოფებოდა და აპარატზე ჰყავდათ მიერთებული. რამოდენიმე პერიოდში გაირკვა, რომ ენდრიუს სამწუხაროდ გადარჩენის შანსები აღარ ჰქონდა. 2025 წლის 4 მარტს, დილის დაახლოებით 11:50 წუთზე, მისმა ოჯახმა მიიღო რთული გადაწყვეტილება, გაეთიშათ აპარატურა და მიეცათ მისი მოსვენება. ეს იყო გამანადგურებელი ამბავი 100,000-ობით ფანისთვის, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ელოდნენ მის ახალ ვიდეოს. ფანები ასევე გაერთიანდნენ და ენდრიუს ოჯახის დასახმარებლად 500,000-ზე მეტი დოლარი შეაგროვეს, რაც შეეხება ავარიის დამნაშავეს, რომელსაც რაგნარ ნიკოლას კრისტალი ჰქვია. ის დააკავეს 20 დღეში, ხოლო 21 თებერვალს მას ბრალი წაუყენეს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვაში და ავტოსაგზაო მკვლელობაში. ამ ვიდეოს დადების მომენტშიც კი ის კვლავ სასამართლო განაჩენის მოლოდინშია.